აი წარმოვიდგინეთ ესეთი მაგალითი. ფეხბურთელის ფსიქოლოგია, ხომ? არა მარტო ფეხბურთელი უნდა იყოს ტექნიკური თვალსაზრისით, ხომ? რომ რას ნიშნავს ფეხბურთელი ტექნიკური თვალსაზრისით? ხელით არ უნდა შეეხო ბურთს, ყველაფერი ოპერაცია უნდა აწარმოო ფეხით და თავით, ხო? და ხელის ის გამორიცხული არის. ესე იგი, ამას ხო თუ ფსიქოლოგია არ მოყვა შესაბამისი, არაფერი არ გამოვა. ეხლა წარმოვიდგინეთ ესეთი ცდა ჩავატაროთ. წესები შევცვალოთ, თამაშის წესები ფეხბურთელები დავტოვეთ, ხოლო თამაშის წესები შეიცვალა ესეთი. ფეხბურთს კი აღარ ვთამაშობთ, ჩვენ ვთამაშობთ ახლა ბეისბოლს. მოხდება რაიმე წესები შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ბეისბოლს მაინც ვერ ვითამაშებთ. რატომ? ფსიქოლოგია გვაქვს ჩვენ უკვე ფეხბურთელის გამომუშავებული. ასეთ რამე არის პოლიტიკაშიც. აი, როდესაც უცებ 91 წელს უცებ, თანდათან კი არ მოხდა ესა. უცებ რაღაცა დისიდენტები, რაღაცა ჩვენ ერთ დღეს გებულობთ, რომ 91 წელს საბჭოთა კავშირი არ არის. მან რა მოხდა ახლა? გაქრა ეს ყველაფერი? წესები შეიცვალა, მართლობის წესები შეიცვალა. ფსიქოლოგია კი დარჩა. ახლა უყურთ რა არის? ფსიქოლოგია ჩვენ იმის გამო რომ დიდხანს ვიყავით ამ სისტემაში, შესაბამისი ჰარმონირებდა ფსიქოლოგია და ქმედება, პრაქტიკა, თეორია, ყველაფერი ერთად, ასე თუ ისე იყო ქვეყანა და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავის ხარვეზი აქვს და ბუნებრივი არც გამონაკლისი საბჭოთა კავშირი იყო. ხო, ტრაგედია რატომ არის იცით? ფსიქოლოგია შენარჩუნდა. წესები შეიცვალა. მართლობის წესები, ეკონომიკის და ყველაფრის. იმიტომ არაფერი არ გამოდის. ესე იგი, წესების შეცვლას არ მოყვება არაფერი, მეგობრებო. ფსიქოლოგია რო ისეთი დარჩა, შევცვალეთ რა ფეხბურთის წესები, გამიგეთ, დავიტოვეთ ფეხბურთელის ფსიქოლოგია და ვთამაშობთ ბეისბოლს. რამე გამოგვივა? არაფერი არ გამოგვივა ჩვენ. დომხალი იქნება, კი, ფორმალურად ვთამაშობთ ერთმანეთს, მაგრამ არაფერი არ გამოვა. ფსიქოლოგიის გადაგდება შეიძლება. ესე იგი, რას ნიშნავს? ობიექტთან ჩვენ ვიყავით ჩაწერილი. რასაც გვაძლევდნენ ჩვენ, აი ჩვენი ფსიქოლოგია ზუსტად ისე აღიქვამდა სამყაროს, რომელსაც მოგვაწოდეს ჩვენ. ეკონომიკაც ესეთი იყო. უცებ ვიღაცა მოდის და საზღვარგარეთ იცი ეს აღარ გვინდა და დაიწყო გადაჯდომა. აი 100%-ით უნდა დავწმუნდეთ ჩვენ რომ მთავრობის არც ერთი წარმომადგენლის ფსიქოლოგია არ შეცვლია. იმიტომ არის უბედურება. არც რუსეთში და არსად. ყოფილ საბჭოთა კავშირში. აი თქვენც ამის მოწმე ხართ. როგორ გიჭირთ თქვენ ნახეთ სულ მანვინეჩვევები რაღაცა ხო გიჭირთ. რატომ თქვენი ფსიქოლოგია ეთანადებოდა იმ ყოფას, იმ ეკონომიკას, სწავლის იმ მეთოდებს, რომელიც იყო მაშინ და თქვენ ჰარმონირებდით. ახლა გაჭირება ყველგან არის და ჩვენც რა თქმა უნდა ქონდა როგორც სამედიცინო ტკივილები და ფიზიოლოგიური ტკივილები, ასევე რაღაცა ეკონომიკური შეჭირვებები. აი ესეთი კატასტროფული მდგომარეობა არ იყო, როგორც ახლა არის. ახლა არის მთლიანად გახლეჩილი საზოგადოება და განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს ეგრეთ წოდებული ინტელიგენტებთან. ინტელიგენტები, რომლებიც იყვნენ იდეოლოგიის სამსახურში და აი ამას ავრცელებდნენ, უცებ გამოკიდებული დარჩენ ჰაერში. ისინი გახლეჩილი არიან და ისინი ყველაზე მეტად გაბრაზებულები არიან. მართვის სისტემას რაც შეეხება, რატომ არის ახლა ახალგაზრდები მართლობის სისტემაში, იცით? სწორედ ძველი ახლა იმ ფსიქოლოგიის მატარებელი, როგორც იყო საბჭოთა კავშირი, ახალ თამაშის წესებში ვერ შეერთვება. ახლა ეს თამაშის წესები ჩვენიდან არის თუ შემოთავაზებულია? თამაშის წესები ჩვენ შემოგთავაზეს. და არ ითვალისწინებთ ფსიქოლოგიას ერთი მომენტით. კერძოდ ეს რა არის, იცით? რაღაცა გავა დრო და ალბათ ისწავლის ხალხი. მე ვფიქრობ ეს არ იქნება. დრო არაფერ შეში არ არის. 100 წელიც რო გავიდეს, ფსიქოლოგია დროს არ აცვლის. არ შეიძლება ფსიქოლოგიამ დრო გამოცვალოს. მაშინ დრო ყოფილა ყველაფერი მეგობრებო, გამიგეთ და ახლა წარმოიდგინეთ, აი მიდის, აი ნახეთ რამდენი 20 წელი გავიდა. რაიმე გამოიცვალა მანდ. ახალი თაობაც მოდის. აი ახალი თაობის ფსიქოლოგია რასთან არის შემთხვეული? კომპიუტერთან. ძირითადი მაინც უცვლელია. ძირითადი წარმოდგენები. გადახედეთ, აი მართლმადიდებლობაში სულ ახალგაზრდებიც არის. ხო გვაჩვენეს ამასინათ ტელევიზორში. ძალიან უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდებიც არის. რომლებიც დაიბადნენ 2000 წელს, 90 წელს, ხო? ნახეთ, ამათ ფსიქოლოგია არ არის გამოცვლილი. კომპიუტერთან ჯდომით ფსიქოლოგია არ იცვლება. დიდედეს ამის მართვის სისტემა ისწავლოს, ეგ რა ცვლის ფსიქოლოგიას, რა არის, ვინ არის, ეგ რაღაცა პრობლემა არის, რატომ ვერ გავმართეთ ხომალდი ისე დონეზე რომ მაინც ჰარმონირებდეს რა, მაინც ტანჯული არის ადამიანი, რელიგია რო რელიგია არის, აი მანდაც ვერავართ ჩვენ ისე მოწესრიგებული და აშკარად რაღაცა ხარვეზი არის. წესები შეცვალეს, სოციალური საზოგადოების თამაშის წესები შეიცვალა და ადამიანი ვერ გადააკეთეს. ადამიანიც უნდა მოეწყოს ხო რაღაცა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური მეტამორფოზაც თუ არ განვიცადეთ, როგორ აღვიქვა ის, რასაც მთავაზობ აი იმ გარემოს, რომელიც გარემოც ახლა საქართველოში არის, ხო?
და აქ არაფერში არ არის იცი უნარი და სიბერე და სიახალგაზრდავე. როგორ გეკადრებათ? ესე იგი მაშინ საზოგადოებამ თლიანად გადავყაროთ ეს ასაკოვანი ხალხი? ეგეც ხო საჭიროა მაგალითად წინაპირობა მოამზადეს ხომ? ახალგაზრდები რო დღეს არიან სათავეში ეს მამების დამსახურებაც არის. აბა ისე რანაირად როგორ ახლა გადაიყაროს ეს მამები, ეს მჭიდრო კავშირშია და საზოგადოებაში მაინც გახლით ჩამოხდა ხედა თაობები და ერთი თაობა მეორე თაობის მიმართ ანტაგონისტურ მდგომარეობაში პოზიციაში აღმოჩნდა და არის გაუთავებელი გინება. ეხლა ელოდებიან თითქოს იცი რომ წავა ეს ხალხი. თითქოს რამე შეიცვლება. მე ვფიქრობ არაფერი არ შეიცვლება. რა უნდა შეიცვალოს ეგ სხვისი წესები არის თამაშის მართვის, სხვისი წესებია შემოთავაზებული. ეს ჩვენი არ არის. ჩვენი ხედვის შესაბამისი უნდა იყოს სამყარო. ჩვენი შეგრძნება, სოფლ აღქმა როგორიც არის, ქვეყანა ისეთი უნდა იყოს. ქართველის სოფლ აღქმა ისეთია, როგორცაც გვთავაზობს მართლმადიდებლების უდიდესი უმრავლესობა. ამიტომ გაიტანეთ თამაშის ეს წესები და საქართველოში მოხდება რა? დაყრუება. დავა ხალხი იქა და რასაც აკეთებენ, ლოცვები, კურთხევები, პრიმიტიულ დონეზე დავა ყველაფერი. უფრო მეტ აი კომფორტზედაც ვარ სიტყვიან. მართლმადიდებელი ცნობიერება, აი კომფორტი, აი რემონტები აღარ დაჭირდება. უფრო მეც გეტყვით, ჰიგიენაზეც არც დაიბანენ. ეხლა ეს ხო მიბაძვით არის ყველაფერი. აი ეგრეთ წოდებული ელიტა რო ქვია ვითომ. მათი ფსიქოლოგია ზუსტად ისეთივეა, ეგენიც თითქოს ანტაგონისტურში არიან მართლმადიდებლობაში. ზუსტად ფსიქოლოგია ზუსტად ისეთი აქვს, ვთქვათ ელიტის წარმოადგენს. ვინ ავიღოთ? ნინია კაკაბაძე? მართლმადიდებლური ფსიქოლოგია აქვს მას, ფსიქოლოგია, ფიზიოლოგია, სოფლ აღქმა, შეგრძნება, როგორიც აქვს აი მას რო ვერ იტანსეგა. ეს ხელოვნურია, ეს ბუნებრივია. უფრო ბუნებრივი არის აი ეს მართლმადიდებლური რაც არის. აი ეგ ნატურა არის ესეთი, ეგ არ იტყუება. აი ეგრე ხედავს ყველაფერს, სამყაროს, ქვეყანას, ოჯახს, რომ ეთიკაზე რო ალაპარაკო, მაგრამ აი ეს ნინია კაკაბაძეები, თუთბერიძეები, ეგ ხელოვნურია, შეტანილი არის. ეგ შპარგალკა გადაწერილი არის. გამიგეთ და საქმეზე რო დადგება, ეგ პიროვნებებიც იძახიან, არა, ჩვენც მართლმადიდებელი ვართ, ჩვენც პატრიარქი ჩვენი მამა არის. აი ხედავთ, თლიანად ძირეული კაცი როა შეცვლილი იტყვის, არა, მე მართლმადიდებელი არა ვარ, არა პატრიარქი ჩემი. მე რო კითხვა დამისვათ. მე ვიტყვი, არა, რა მართლმადიდებლობა კაცო, ეს მეუღებელი, ყოველნაირად მეუღებელია. აზროვნების დემონსტრირებით დავამტკიცებ, რომ მართლმადიდებელი არა ვარ. და აი ეგ ხალხი გამკვირვებია, საზოგადოება იმიტომ არის გახლეჩილი. იმიტომ არიან ანტაგონისტური. სრულიად განსხვავებული რო იყოს, არავინ არაფერს არ ეტყვის, ვთქვათ, თუთბერიძეს. ხო? იგივე ნინია კაკა. რატო არიან გაბრაზებული? იცი, ჩემიანი ხარ და რატომ არ მიღებ? ყველანაირი ჩემიანი ხარ, აზროვნებით, ლაპარაკით, ყველაფერი და აი სხვისი რო შემომტენე, ეს ხო ჩვენი არ არის. ჩვენი არ არის ეს და რომ მიუშვა ეგა, აი ვთქვათ, ევროპა ხვალ დაანება თავი და რუსებმა. ქართველები დაუბრუნდებიან ფეოდალურ გაგებას, აი გვარი, თავადობა, აზნავა, ეგ მართლა დაჯდებიან მათ, აი ცდარო ჩაატაროთ. იმიტომ რელიგიაც ისეთია, დააკვირდეთ როგორი რელიგია არის. კოლექტიური არის, გვარებით, ნათესავებით, ტომებით, ხაც ამდაგვარი იმაში ზის, იცი და აი გარეგნულად ყველაფერი, რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი არის მიბაძვა. ეს არის ქვეყნის მართვა მიუბაძოთ როგორია დასავლეთი. და ადგილიდან იმიტომ არაფერი არ იწვრის. ეს ძალით მიათრევენ, აი მართველი წრეები ძალით მიათრევს საზოგადოებას ევროპულისკენ, კათოლიციზმისკენ სიტყვაზე ვიძახე, აი არაფერი არ გამოვა. ერთვენე დღეს მოწყინება და დაანებებენ თავს. ასევე ძალით მიათრევდნენ კომუნიზმში. არაფერი არ გამოვიდა. უნდა შემუშავდეს ცოტა სხვა მანდა რა, სხვა ისა, უნდა გაითვალისწინო როგორია ერი და თუ ერს უნდა, თქვათ აი აბორიგენობა, როგორც იყვნენ პიროვნებები იყვნენ, ვერ გაცდენ ცხენზე ჯდომას და თქვათ ინდიელები იყვნენ ამერიკაში და დატოვეგ როგორც რაღაც ეთნიკური ერთეული და განზოგადოება იმის ეგზოტიკური, ხო? ხო არიან დღესაც მთელი რიგი ქვეყნებში არიან ძველი აბორიგენები ავსტრალიაში იმაში და რაღაც ეს ერთგვარი ზონაში არიან. ქართველებიც მაგამდე დავლენ. ეს ყველაფერი არის მიბაძვა. აი მიბაძვილია ქართველი და შიგნით არაფერი არ გამოცვლია. საზღვარგარეთ გავა, ისე ფსიქოლოგიით გადავა. პრობლემაც იმიტომ აქვს. აი რა ცვლის? როგორ უნდა შეიცვალოს შინაგანი? როგორ გამოვცვალოთ შინაგანი? ხედვა, აი როგორ შეცვალოთ ჩვენი ხედვა? ამაზე ჯერ საკითხი არავის არ დაუყენებია. არის ვინმე ისეთი, ვინც ამას შეცვლის, ეს უნდა მოიცემონოს. თუ არის ვინმე ისეთი ფსიქოლოგია, ფილოსოფია, რელიგია, ის უნდა დავნერგოთ. მოკლედ, ჯერ უნდა მოიძებნოს, შესაძლებელია თუ არა ცვლილება. ცვლილება ლაპარაკი არის ჩვენი ფსიქიკის გამოცვლისა, ფსიქოლოგიის და ჩვენი არსობის შეცვლა. თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ რას ვაშენებთ, მე ვერ გავიგე. თუ შესაძლებელია, მაშინ პირველი ეს უნდა გააკეთოს ადამიანმა. აი, მოუხმოთ იმას, ვისაც ამის გამოცვლა შეუძლია, რათა
აღვიქვათ ახალი ცხოვრების წესები და ზუსტად ვითამაშოთ ის მართვის სისტემა იქნება ეკონომიკური თუ სოციუმი, რომელიც დასავლეთში არის. ისე არაფერი არ გამოვა. აბა გადახედეთ რა ხდება. გადახედეთ როგორი აი ის არის, ნახევარი ერთი ნაწილი მთლიანად იმაში ზის კონსერვატორულში რაღაც ფეოდალური ისენი არის შეხედულები, ცურწმენები. აი თავსაფარ წაკრული ხალხი ჩოქვებით ქუჩაში, სანთლებით რაღაცა ხატებს მიყვება ეს. აი ეს გამოცლილი ცნობიერება აი ამას აკეთებს. აი ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტეფანე და პავლე და აი ხალხი წარმოიდგინეთ. აი ესეთ რამეს გააკეთებდა პავლე რო ქუჩაში მუხლი ჩოქით გაიკიდებოდა ვიღაცას და დალოშნიდა ხატებს და იმებს. აი ეს მე ვერ წარმომიდგენია. თუ ამას აკეთებდა ადამიანი, ამას მე გამოცლილი ადამიანი გაოცებული ყურებდა ეუბნება რას აკეთებ ამას ხალხო ეს არ არის სწორი. და დღეს ახლა თუ მან თავრობაც კი ახალგაზრდები ვითომ ინგლისელობენ და რაღაცა ეს ყველაფერი არის მიბაძვა. ადამიანი ისეა მოწყობილი ღმერთის მიერ რომ მიბაძვა შეუძლია. შეუძლია რა რაღაცეების სწავლა ადამიანს. აი წაბაძვით ვისწავლო, აი მეც მინდა ხალხში გამოვიდე. მაგრამ ყველაფერი ლამაზი არის თლიანად შინაგანი გამოცვლა. ჩვენი შინაგანის არსების გამოცვლა და სამყაროს წაკითხვა ახლებური ცნობიერებით. სამყარო ობიექტურად ისევე არის, მაგრამ ჩვენ ძველი გაგება გვაქვს წაკითხვისა. და გაჭირვებაც სახეზე არის მეგობრებო. გვიჭირს. ყველანაირად აი პრობლემების წინაშე არის ქართველი ერი. ეს ძალით არის შეკოწიწებული და მდგრადობა არ არის მათ არც ეკონომიკური, არც სოციული, როდემდე უნდა იყოს აი ესე ძალადობით, აი ქვეყანა მართო, აი ძალით ის არ წავალ. ერთი პარტია აი ნაციონალობა არის, ეს თუ წავა დაინგრევა ქვეყანა. ერში როგორ უნდა იყოს ეგ წარმოდგენა რომ ნაციონალები თუ წავლენ და სააკაშვილი თუ წავა ქვეყანა დაიმხობა. აი ამის გაგება და ამის შიშის გამო მიდიან არჩევნებს და ისევ მაგას ირჩევენ. აი ეს რა გაგებაა ეგა. როგორ შეიძლება მეგობრებო ეს აი ესე იგი გამსახურდიას დროსაც ესე იყო. ასე უყურებდნენ გამსახურდიას თუ ეს წავა ქვეყანა დაინგრევა. თუ ეხლა სააკაშვილი წავა ამის გუნდი თუ წავა დაწყებულიც წყალში გადაიყრება. ეს რა გაგებაა. მე თუ მეტეს თუ წავა და ეს ერთს არ დომებია ეგა. ძალით რატო ახვევ თავს? და საერთოდ რატომ უნდა მოვახვიოთ თავზე ძალით ვინმეს რაიმე არ მესმის. გინდათ ეს იყოს დასავლური ცხოვრება. აი რატო ვიცხოვროთ თქვათ დასავლური ცხოვრების წესით. აი ღორს რატო უნდა ვაიძულოთ გახდეს ცხენი? არ მესმის ხო? ან თავლაში ცხოვრება ღორს მოუხდება? ან საღორეში ცხენი შეიძლება შევიდეს? ყველაფერს ხო თავისი იდეა და დანიშნულება აქვს. ამიტომ უნდა მოიძებნოს ქართველის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე სოფლ აღქმა ქართველის როგორი სოფლს აღქმა. მოკლედ ქართველი მატერიალისტი არის და მატერიალიზმის როგორი ფორმა და რა გაგება არის მისთვის. აი ამაზე დისკუსიები არასოდეს არსად არ ჩანს. ავტომატურად იღებენ რომ ევროპელები ვართ. და ამდენი გაუგებრობა როგორ არის კაცო? ევროპელები თუ ხარ, ახლა ევროპელი გამირჩიე, ვინ არის ევროპელი? რა არის ევროპელი? აი მართლმადიდებლობაზე ამდენს ყაყანებენ და თქვენ მოგისმენიათ რა არის მართლმადიდებლობა მართლმადიდებლისაგან? არის ამაზე, აი გამოვიდა და დაალაგებულად კაცმა ილაპარაკა. მე ჯერ ამაზე დისკუსია, აი დებატი ვთქვათ, განხილვა მე არ მომისმენია. აი რა არის მართლმადიდებლობა? რა არის? აი ყველა იძახიან, მართლმადიდებლობა ესე ქართველობა, მართლმადიდებლობას გვართმევენ. რატომ არის კარგი ეს მართლმადიდებლობა? რა სფეროს ეხება ეს მართლმადიდებლობა? სადამდე გადის ეს მართლმადიდებლობა? აქვს მართლმადიდებლობას პრეტენზია მართვის სისტემაში შევიდეს? მოკლედ ეს რელიგიაა თუ პოლიტიკა არის? მართლმადიდებლობა ეს ნაციონალური იდენტობა არის თუ კიდე სხვა რაღაცა არის? რით განსხვავდება ეს მატერიალიზმისაგან? აი ამებზე დისკუსია ყოფილა. ადამი წიგნები დაიწერა. მეგობრებო, დასავლეთში გამოკვლეულია ყველაფერი. როცა ვიწყებთ ახალს, იცი, გაითვალისწინეთ ადამიანი. როგორია ქართველის აღქმა? მე პირდაპირ მოადინეს ტყაპანი და ევროპელი ვარ, იძახი ხლა. ევროპელთან რა კავშირი გაქვს? აი ან გარეგნობით, აი მოიძებნოს უნდა კავშირები ევროპელის ფსიქოლოგიასთან. და ეს ახლა ინერციით მიდის. ინერციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს მიდიოდეს. ინერცია იმის ინერცია სადღაც უნდა გაჩერდეს. გაჩერების პროცესი იცით რა არის? ინგრევა. როდესაც ველოსიპედით ინერციით დაატრელებთ პედალებს და მიდიხართ და რო აღარ დაატრელებთ პედალებს ინერციით გარკვეულ იმაზე ეს რო გაჩერდება, თუ კიდე არ დაატრელებთ, წაიქცევით, ჩამოვარდებით. ინერციის მიდის ქვეყანა რა, გარკვეული დისტანციის გავლის მერე ინერცია ჩერდება და ყველაფერი ინგრევა. მაგის წინაშე დგას ქვეყანა. ვერ გაუკვევია ვერავის ვერაფერი კაცო. ხო, საბჭოური ტვინი ისევ დარჩა. ფსიქოლოგია ზუსტად ისეთი არის. გარემო კიდე სხვანაირი არის.
არეული არის, დარეულია და არის ესე რა, ინსტინქტური ის არის. ხო, როდის რა მოხდება, მათ არავინ არ იცის რა. სტაბილურად ეხლა მათ სახლის შენებლას რა აზრი აქვს, აი ფულის დაგროვებას რა აზრი აქვს მათ და აი თქვათ დაგეგმო ცხოვრება 10 წლით. მე არ ამჯერე რომ რამე მოარტყას ვიღაცამ. შეიძლება ყველაფერი აირიოს, ყველაფერი წააგერთვას. ხო, საერთოდ რა ვიცი, საერთოდ შეიძლება მოკლან. ხო, მან არ არის ერთხელ ააწყო ცხოვრება და დაიწყო ახლა ცხოვრება. დაგეგმო თქვათ 10 წლით, 20 წლით ცხოვრება. ესეთი რამე მან არ არის. და საშიშროების წინაშე არის ქვეყანა, ყველა რაღაცას ელოდება, იცი? რატომ არ გინდათ გაუმჟღავნოთ თქვენთას რომ რაღაცას ყველა ელოდებით? ხო იცით რომ არავინ არ არის დამშვიდებული. მაშინ როდესაც ჩემი საუბარი არის ანალიზი. ანალიტიკური მიდგომა არის ყველა სფეროსმენ. ერთ შენიერ დღეს ტყავი გაგძვრება, რათში გჭირდება საუბრის პროცესში თვით დამშვიდება. რატო იმშვიდებ თავს საუბრის პროცესში? ესე იგი არ გჯერა რასაც აკეთებ. შენც არ გჯერა რომ ქვეყანა გაავა ისე და აყვავდება. რანაირად როგორ? საფუძვლებსაც ხუნ ნახედავდეთ. არავინ არ იცის, მაგრამ მოხდება. ჯერ ასეთი დონის ხელისუფლების, ახალი ხელისუფლების წარმოშობა, როგორც არის რაღაც რელიგიური ორგანიზაცია. ეს რაღაცა რა ვიცი, ვერ გაიგებთ ეს რაზე აცხადებს ეს პრეტენზიას, ხო? აი ამ 5 ივლისის ამბებმა გვაჩვენა რომ ამ ორგანიზაციას პრეტენზია აქვს ერის გადარჩენისა და მართვისა, როგორც აი ამ ქვეყანაში, ისე იმ ქვეყანაში. ხედავთ, ამან აჩვენა ესა. გამოხდა და იცი ეკამათები იმას, ნუ იღებ გადავშენდებით. ესე იგი შენ იცი რა უნდა გააკეთო. გამოდი და დაგველაპარაკე. მართვის სისტემებში რო ჩაეკვეხე რელიგია, ესე იგი შენ გაქვს პრეტენზია რომ მართვა შეგიძლია. და როგორ არის, იცით, ერთი ნაბიჯი გააკლია, რომ მართვის სადავები ხელთ იგდოს ამ ორგანიზაციამ. და ჭიდაობა მიდის, არქივით აწვევიან, არა მე მოვალ, მე. ხო შეიძლება ერთ ჩვენიერ დღეს ზუსტად ესეთი ტიპი მოვიდეს სათავეში და მოგვევლინონ აი კლერიკალები და მართლმადიდებელი პრეზიდენტი, რომლებიც შეცვლის ყველაფერს და დააბნელებს ქვეყანას. რა, ამას გამორიცხავთ. ტოტალურად ესე აზროვნებს ყველა. ტოტალურად არავინ მე არ გამომცვლელი, არ მომისმენია და ეთქვას, მე მართლმადიდებელი არა ვარ. არავინ არც ესეთ სტრუქტურიდან მე არ მომისმენია. ყველა ამ საკითხს გაურბის. ყველა გაურბის, ყველას ეშინია. აი თავრობის წარმოადგენსაც არ უთქვია, რომ იცი რა, მე არა ვარ მართლმადიდებელი, არ არის პატრიარქი, ჩემი პატრიარქი კაცო, თავი დამანებეთ. და უფლება მაქვს, რომ ესე სწორედ გააქვს უფლება. აი ყველას ნახევარი ზომებით ლაპარაკობს. არა მართლმადიდებელი ვარ, როგორ არა ქართველი ვარ. უბრალოდ იცი რა, აი და არის ამაზე კინკლაობა. და აი ესენი ახლა ძალაუფლებაზე აცხადებენ პრეტენზიას, უკვე რიგით მოდელსაც გაუჩნდა ამის რაღაცა ელემენტარული მოთხოვნილება. უკვე აქვს, გამოუმუშავდა. იცი რა, პრეტენზია აქვს. ჩვენც უნდა გადავარჩენთ საქართველოს. ხო, პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს, იცი რა, მართლმადიდებლობა არის ხსნა და არ წაგვართვათ ახლა არაფერი. ხედავთ, თავრობა გვართმევს თელი რიგ რაღაცებს და რა გავუცეთ პასუხი ერთი მღვდლის ციტირებას ვახდენ. როგორი პასუხი გავცეთ ჩვენ, როდა მოვა ქრისტეო, უფალიო, აი რა დავახვედროთ ჩვენო. ამის თავში ჩაგვახედა ერთი როგორ აზროვნებს. ამას გონია რომ ღმერთი რომ აი პირდაპირ დაუსკუპდება რუსთაველის პროსპექტზე. და ამას კიდე ეცხენია რა ანგარიში ჩავაბაროთო. ეს რა გაგება არის, რა არის ეს? რა ხალხი ეს, ვინ არიან ეს და როდემდე იქნება ეს ჭიდაობა, ეს ჯერ ფარული არის, ის აწვება, ეს მიაწვება, თან ერთად არიან, თან ისია, ეს ხალხს აბნელებს, ეს აქეთ იქეთ არის. ესე იგი, თავრობის წარმომადგენელი ხალხს ევროპაში პირდება შესვლას, რამდენი ხანია და ვერ შედიან. აი სიოლაშვილის წარმომადგენლობა, ეკლესიის წარმომადგენლები ერთს პირდებიან 64-ს და დარწმუნებული ხარ 64-ში ხვალთ. ვერც ერთი და ვერც მეორე პირობას ვერ ასრულებს. ის ევროპისკენ მიერეკება ხალხს და ევროპა არა ჩანს. ეს ვითომ იქით ქვეყანას პირდება რაღაცას და ჯერ არც გამოკვეთა რა ქვეყანაა ესა, ნამყოფი ეგა, ვინ არის ნამყოფი, ან შენ უნდა ილაპარაკო ვითარცა ნამყოფი იმ ქვეყანაზე და დაგვიხატო ეგ სურათები, ან იმ კაცის ციტირება უნდა გაკეთო, ვინც იქიდან ამბავი მოიტანა. არც ერთ სიძახის, არც მეორეს. ქრისტეზე ეგ არ ლაპარაკობს, ერთ-ერთი ვიცით, იქით აქვეყანაზე იესო ლაპარაკობდა და მერე პავლე. ეს ორი პიროვნება ამ ქართულ სივრცეში არ ფიგურირებს. როცა ლაპარაკობ იმ ქვეყანაზე, შენი არ ახარ ნამყოფი და მაშინ ისეთი ავტორიტეტები უნდა დამიზარწურო, რომლებიც იქ იყვნენ და მოვიდნენ. ასეთებიც კიდე არ არის. ესე იგი დასკონა, ეს ხალხს არ მიიყვანს 64-ში. როგორც თავრობა ჩვენი ლაიცისტური სააკაშვილის თავრობას ვერ მივყევართ ევროპაში. ვერ, აგერ უკვე რამდენი ხანი, 10 წელი. მაგ განსაკუთრებით ეგ რომ მოვიდა 2003 წლიდან, ხო? ეს 8 წელიწადია ვერამ ვერ შევიდა. არა და კვირდება, შევალ. არის ეუჯერებს ხალხი და ატყუებს.
ასეთივე მდგომარეობა აქეთ ამ ხრიდანაც. ეს რელიგიის წარმოადგენელი ხალხს ატყუებს. ეს არის ერთ-ერთი სწორი, თუმცა რიგითმა წარმოადგენელმა არ იცის რა არის მართლმადიდებლობა. არ იცის ეგ რა არის. აქ ელოდებიან ხსნას, რაღაც გაბანგულობას აქვს ადგილი, დაბნელებას აქვს ადგილი. სიჭრელი არის, იცით? საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში ძალიან ჭრელია რა, ძალიან სიჭრელი არის. არ არის სიწყნარი, სიმშვიდე, რაღაცა შფოთია. ქართულ საზოგადოებას ერთ თვალს რო გადაავლებთ, ნერვიული დაძაბულობა შეიმჩნევა ყველგან, რელიგიის სფეროშიც, პოლიტიკის სფეროში. ყველა დაძაბულად ცხოვრობს, რიგითი მაცხოვრებელიც. ეს დიდხანს გასტანს. ხო ნეტყოთ რო გადახედავ ქვეყანას, აი რო შემოხვალთ აქა, კანადაში, აი გელაპარაკებით. იტყვით რომ იმაზე ხართ რა, სასაფლაოზე. სიმშვიდეა ქვეყანაში. მარტო პიკის საათზე მანქანები მიდიმოდიან წესრიგ შეგარი. იმ წუთში იტყვით რომ აქ რამე ხდება და როგორი სიმშვიდეა იცი რომ თითქოს აქ 100 იქნება 100 წელი. ეს განცდა არის. საქართველოში კიდე როგორ არის, ნებისმიერ დღეს ხო დღეს რა მოხდა, რადიოს და ტელევიზიას რატო უყურებს ხალხი, ყველა ელოდება ცვლილებას. არავინ არ არის შინაგანად მშვიდი და ყველა აი ინფორმაცია, რატო არის ესე ყველა ინფორმაციას რო ელოდება? რაღაცა უნდა მოხდეს, რაღაცა უნდა, რატო გვაქვს ეგ, რატო არ ველოდებით აქ კანადაში რაღაცა უნდა მოხდეს? აქ არავინ არ ელოდება, რაღაცა უნდა მოხდეს. არავინ არ ელოდება. ამ კუთხით ჩვენ ტელევიზიას არ ავთავთ. აი მანდ კი აბა იქ რა თქოს, იქ მოიდნენ ტიპები, ყველა რაღაცის მოლოდინშია. ხო, მთლიანად თელიერი დაძაბულია. ესე იგი, აშკარად რაღაცა უნდა მოხდეს. ეს როდესაც იქნება ეს ერი ვიღაცას გადაეცემა. ხო, მუდმივად გახსოვდეთ საქართველოს ყოველთვის იყო დამატებითი ვაგონი. ხან ერთ ჩააბამდნენ, ერთ ელმავალს, ხან მეორეს. ეს არასოდეს ელმავლის როლში არ ყოფილა. სულ დამატებითი ვაგონია, თან დამატებითი. ეხლაც ჩაგვაბეს რაღაცას დამატებით ვაგონად და როდის ჩაგვხსნიან და როდის ახლა მიგვაბამენ სხვას, კაცმა არ იცის. აი ეს განწყობა რო არის რაში ჩანს. ყველა მთავრობის წარმომადგენლები თითქმის დროსტარებაზეა გადასული. აი დროსტარებას ერთ-ერთი ფილოსოფიური ახსნა ამაში მოეძებნება. ატარებ დროს ესე იგი თავდავიწყება გინდა. შენ რომ შვიდი ცხოვრება ქონდეს, ესე არ გააკეთებ. ყველა იძახის რომ ჩვენ უნდა წავიდეთ. მერე აუცილებლად ეკონომიკური დაგროვება. ფულები სად მიდის, როგორ მიდის, არავინ არ იცის. ზოგი სახლებს იშენებს, ზოგი იქით არის. თითქოს და მოსწრებაზეა ყველა. აი დღეს უნდა მოვასწროთ, თორე ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ. სტაბილური ფსიქოლოგია არ არის. და ალბათ რაღაცა მოხდება რა, აი ამ 5 წელიწადში მაინც, აი 2012, 13, 14 წლები ქართველებისთვის გადამწყვეტი იქნება. აი ახლა არჩევნები რო თლიანად შეიცვლება ამერიკაში, ისე თუ ობამა დარჩა, თუ დარჩა ობამა, ძალიან მეეჭვება, პირადად ჩემი აზრით, ძალიან მეეჭვება. აი ძალიან უნდა იმუშაოს ამ კაცმა ის რომ ხელახლა ერს შეთავაზონ ეგა. აი ძალიან რა ვიცი, ძალიან ძლიერი არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ობამამ გაიმარჯოს. ხო? მაგრამ დაუშვათ, ამ კაცმა რომ გაიმარჯოს, სააკაშვილი შეიძლება უკვე მანდ აღარ იყოს. აი მანდ მოხდება თელი ამბები. აი იქნება უკვე დასაწყისი იმისა რომ ეგ ჩაატარებს თუ არა არჩევნებს, მესამედ მაგას უფლება აღარ აქვს დემოკრატიული პრინციპებიდან, ობამა მაგას მხარს არ დაუჭერს, იმიტომ რომ არ უჭერს ეხლაც. არასოდეს არ შეხვედრია, რაც დაინიშნა ობამა. გაურბის ამ კაცს. რატომღაც არ მოწონს, რომ ეს არის ბუშის კაცი და რესპუბლიკელების და ობამა აშკარად ჩანს, რომ ობამას ეს არ ეპიტნევება, მაგრამ ეგრე ახლა ხوار ეტაკები და ხوار გადააგდებ კაცს, ეგრე არ გამოვა. ელოდება მომენტს. ყველაზე კარგი მომენტი არის არჩევნები. საქართველოში როგორც კი ჩატარდება არჩევნები 2012 წელს, აი მე აქაც სტარდება ეს არჩევნები. თუ ობამამ გაიმარჯვა, ობამა მანდ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს ლეგიტიმურად. ეს იქნება მან დასაწყისი არეულობის. და თუ ლეგიტიმურად მან არ ცნო ეგ არჩევნები, ყველა ვარიანტში გადაცემა ხდება ჩახსნა ვაგონის რუსეთისკენ წავა ეგ ყველაფერი. აბა რატომ არ უნდა ცნო? თუ შენიანია ეს და შენ უკვე საქართველოსზე ხელი არ აგიღია, ყველა ვარიანტში უნდა გაამაგრო ისევე კაცი, ხო? და თუ შენ მაგას არ გაამაგრებ, მიგიშვიან ნებაზე და ნებაზე თუ მიუშვებ საქართველოს, მოგეხსენება მათ საითკენ წავა თელი ერი. თავისი ნებით თუცავს რუსეთში თავს. და ისეთი ძალებიც მოსათავისში. პრორუსული, მართლმადიდებლური, ქართული, აი ეგ ძალები მოვლენ. აი 2012 წელი არის გადამწყვეტი. აი ახლა დაფიქრდით რა, ან ვარესი იქნება, იმდენად ვარესი რომ შეიძლება ეკონომიკური გაჭირვებაც მომენტალურად მოყვეს ამას გძნობენ ყველა და თქვენ უნდა გათვალოთ ეს რომ რაღაცნაირად ის კრიზისები გადატანილი იქნას, რომელიც წინ ელოდება ქართველებს.
ეს ახლა სააკაშვილებმა ძალით შეინარჩუნა სტაბილური მდგომარეობა დასავლეთის მხარდაჭერით. დიდხანს არ გაგრძელდება არჩევნები ელოდება ამ კაცს წინ. ამას აღარ აქვს უფლება მესამედ წამოაყენოს კანდიდატურა პრეზიდენტად. აღარ აქვს. თუ ამის უკან დგას ამერიკა. ამერიკამ თუ ამას მიუშვა ხელი, იმ შემთხვევაში თუ ობამა იქნა არჩეული, აუცილებლად მიუშვებს. მაშინ ამას არ დარჩენია ის რომ გაიმარჯვოს. ამბები ატყდება მან. დაატრიალდება, რაც დაატრიალდა პაკისტანი, ავღანეთი, ეხლა რა გადახედეთ რა ხდება. პუტინიც ამას ელოდება. ელოდება რა, რაღაცა, იმიტომ რომ გაჯიქდა ესა. რუსეთი ვერ შევიდა იმ სავაჭრო მსოფლიო გაერთიანებაში. ქართველები წინააღმდეგი არიან. ობამა კი ელაპარაკება ამ რუსებს, მაგრამ ნახეს ქართველები რესპუბლიკელები არიან ამათან, გახლეჩილობაა მანდატს. ხო, მანდატს ამერიკაში ახლა ერთის კი არ არის, რესპუბლიკელი დემოკრატები. ვინ ვის? და ერთხელ დაპირდნენ, ახლა მაინც ქართველი ვარსაა. რა ახლა თუ უნდა ვერ მიაწვება და სააკაშვილს ვინ კითხავს? რატო ხდება ესე რომ რუსები ასე გაღიზიანებული? ქართველების გამოისობით რუსები გააჩერეს ისევ და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად არ შედის. ეს გაღიზიანებულია რუსები. ეს წინ არ დახვდება ქართველებს? რატომ აკეთებენ ამას? ან ქართველი თვითონ პოლიტიკოსები, მე არ ვიცი. წინ ხო უნდა გაიხედო. თუ ამათ უნდა დააბრალებენ და გამოყენებულია ქართველები ამ ხრივ, ყველა ვარიანტი იხრება იქითკენ რომ 2012 წელი ძალიან მძიმე და გადამწყვეტი უნდა იყოს ქართველებისთვის. ან გაგრძელდება ეს სტაბილური მდგომარეობა, თქვათ მართლობის, რომელიც მიუღებელია ბევრი ქართველი ხალხისთვის, ან კიდე შეიცვლება ყველაფერი. ყველა ვარიანტში შეიცვლება 2012 წელს და 13 წელს საქართველოში მდგომარეობა. ყველა ვარიანტი შეიცვლება. აი ეს არ გაგრძელდება. ამას გძნობენ ესენი და უკვე გადასული არიან სხვა ემაზე რა. ინერციით მიდის. აი აქ მოვა ახლა პუტინი, მოვა აქეთ ამერიკაში რესპუბლიკელი, ხო, თუ რესპუბლიკელი მოვა, ახლა ვნახოთ როგორ იქნება დაძაბულობა რუსეთსა და იმას შორის. შეიძლება რუსმა უკვე ძალადობაც იხმაროს. არ გამოურიცხოთ ეგეც. ძალადობა სიხმარს გაბრაზდება იქ. აამუშავებს სხვა იმებს, სომხების ფაქტორს აამუშავებს. სომხებთან მაგრად არიან. ხო. აი მე ვიძახი რომ აი ეს გადადგმული ნაბიჯი რაც ღმერთმა გააკეთა სააკაშვილის მეშვეობით, აი ახლა სომხებიდან, აი ეს კიდე უნდა იყოს მოსამზადებელი ერთი მცდელობაა სააკაშვილის რუსებთან შერიგებისა. და ყველაფერი ნათელი მოეფინება ყველაფერს რა, ახლა ეგეც ხომ მაგას ხალხი ყავს იქით-აქით და ეგეც ემზადება, ხო? მომზადება უნდა გადაჭდე, ან უნდა წახვიდე, ან ხელახლა უნდა იმ ტალღას, რომელიც ცუნამის, პოლიტიკური ცუნამის მოლოდინში არის საქართველოს, ვინ გადაურჩება ამ ცუნამს და ისე დარჩეს, ხო? აი ამან ახლა 5 ივლისს რო შემოაგდო ეგა, შარშანაც შეეძლო, შარშანწინაც. რაღა მანდამეც არჩევნების წინ, რაღაცა ერთი წლით ადრე აკეთებ ამას. ხო? 2000 წლიდან ეს ეხილება. აი გარეგანთან ჩერეს სომხების გავლით, მეშვეობით, სააკაშვილს უნდა რუსებთან აღადგინოს ურთიერთობა და ეს მაუწყებელი იმისა, რომ მას დარჩენა უნდა პრეზიდენტად, საქართველოს პრეზიდენტი იყოს და უკვე ამჯერად რუსების ეგიდის ქვეშ. ამერიკა არ უმართლებს, იმიტომ რომ ამერიკას დემოკრატია ყბადაღებული და დემოკრატიიდან გამომდინარე ისევ აურევენ საქართველოში მდგომარეობას და თავის ახალ კაცს ჩაანაცვლებენ ახალი ილუზიით. ამერიკელი ესე მუშაობს. ახალი ილუზიები ქვეყნის ასარევად და არ ამართლებს. არსად არ გაამართლა ამან. ერთხელ და სამუდამოდ ამერიკამ უნდა მიხვდეს, რომ არ ამართლებს ეგა. პრობლემა სხვაგან არის. თუ მართლა გინდა შენიანი გახდეს ქვეყანა, ამერიკელს მათ ფსიქოლოგიაზე უნდა ემუშავა და სხვა ძალები გადაესროლა საქართველოში. მან უნდა გაევსო ევანგელისტებით ხალხი. და მთლიანად აღქმა, შეგრძნება ყოფილიყო სხვანაირი. ამას აღარ აკეთებს ამერიკა. ეს პოლიტიზირებული იმით კიდე ადამიანი როგორ უნდა შეცვალო კაცო. და მართლაც ბოლო იმეებში ამერიკამ წააგო ყველგან ბრძოლა, წააგო. აი, ყველა აზიურ ქვეყანაში წაგებულია ომი. ფსიქოლოგიური გენებად არეულობის გარდა არაფერი არ არის. არც პაკისტანი ამის ხარეზე. ვიცი, არც ავღანეთი გახდა დემოკრატიული ამდენი ხანია. ირაყია და მათ დედაშვილს ხეში არ აიყვანს რო გამოვლენ. არაფერი, მიატოვებენ წამულენ რა. წყალში გადაიყარა ამდენი ფულები, ამდენი ენერგიები და აკოთებული სიტუაციები. არც არაბეთი გახდება დემოკრატიული, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მუსულმანური ქვეყანა დემოკრატიული არ გახდება, იმიტომ რომ დემოკრატიული პოლიტიკური ფორმის საფუძველში არის პროტესტანტული, ევანგელისტური მსოფლმხედველობა. თუ ეს არ არის საფუძველში, დემოკრატია იქ არ ამუშავდება, იქნება დიქტატურა. და დიქტატურასთან წინაყარი დემოკრატია, როგორი არის აგერ საქართველოს. ხო, არ მოგწონთ, ხო, იმიტომ რომ დიქტატურა აუცილებელია დაინგრევა ქვეყანა. და დიქტატურით დემოკრატია? ესე იგი, ძალით დემოკრატია? როგორ შეიძლება?
რასაც აწყდება ავღანეთი ბატონო. ავღანეთი კაი მაგალითია. აი კადაფი აგერ, აკოთებულია სიტუაცია. ეგვიპტე, ერაყი, რამდენი ხანია, 5-6 წელია ერაყის პრობლემაა. რა, დემოკრატია სულ ჩააჩუმეს ეგა. არაჩვენებენ, რატო? მან დრო ახლა ნიუანსებში შევიდეთ, ყველა მიხვდება რიგითი ადამიანი, რომ ეს რა უკოთებიათ სიტუაცია. ჩაჩუმებული ავღანეთი, არავინ ავღანეთის შესახებ არაფერი არ იცის. ნიუანსში იქ რა ხდება. თითქოს იქ მოწესრიგდა ყველაფერი, იქ მთელი ამბებია. მაინტერესებს როგორი ცხოვრება იქ. გვეუბნებიან რომ საშინლად კორუმპირებული არის ავღანეთის მთავრობა. იქ საშინელება არის რა. და რამდენ ხანს უნდა იყოს ეგრე? და ბოლოს უნდა მოვიდეს ტალიბები. მიხვდრა ამერიკელები. შენ მართე რა. აი ეს განმეორდება საქართველოში. მიხვდება ამერიკელებიც აქ მალე, იცი რა, თქვენ მართეთ რა. და რუსს ეთქვის, შენ მართე. მე გავდივარ. ვერაფერი ვერ გააკეთა ვერც საქართველოში. ახლა მართლმადიდებლების გადამკიდე რა დემოკრატია უნდა აშენდეს მათ და რა ვიცი ახლა ამერიკას შეხედე რა. ახლა ნახავდა მაგ სურათებს, ხალხი მიდის ხატებით, ხალხი მოდის ჩოქვებით, მე შიოლაშვილის კოცნია, შიოლაშვილი პირველი სიტყვა არის. ესე იგი ვერაფერს ვერ გაიტან შენ რა აგერ შიოლაშვილთან თუ არ შეათავდა ხო? იქ ის ხალხი. ეს ორი თავრობა არის საქართველოში. რელიგიური, ლაიცისტური და გახლეჩილი ესენიც ხო? ამათ არ ეხახვებათ ამერიკული ისა, იმათ ეხახვებათ, ძალიან ძნელია. ქვეყანაში ერთი ლიდერი უნდა იყოს და იმ ლიდერს ირგვლივ უნდა ხალხი დაჯარდეს, ხო? რომ მე კარგი რეფორმები გატარდეს, საზღვარგარეთ უჯერებდნენ. არა, შემოაგდებენ საზღვარგარეთიდან რაღაცას, აყანდება ხალხი. ახლა რაც 5 ივლისიდან მოხდა, ეხო ევროპიდან არის დემოკრატიული ფორმით მართლაც ყველა რელიგიური მას უფლება აქვს რეგისტრაციაში. კერძო პირი კი არა, იურიდიული უნდა გახდე. კერძო ახლა ეუღეული არა, კი იურიდიული. აი ეს დააყენეს რა, ნახე რა ამბავი ატყდა საქართველოში. ამას ხო გადახედავდნენ ესენი. აი როდემდე გინდა ეს ძალით ახლა კიდე განახორციელო. კიდე რაღაცა იქნება კანონები გასატარებელი. ამას აუჯანყდება კიდე მართლმადიდებელი. ამას ესე იგი ძალად ამყარებ დემოკრატიას. ძალით დამყარებული დემოკრატია მართალია ქართველი თოფს არ დაიჭერს და არ დაძდებს ავღანელივით. მაგრამ მაინც არაფერი არ გამოვა. აი ავღანეთში იბრძვიან თოფით. ქართველი არ შეუძლია თორე იბრძოლებს. ცდარო ჩაატაროთ. იგივეა, არსით იგივეა ავღანელი რასაც აკეთებს, იმას აკეთებს ქართველი, მაგრამ ფსიქოლოგიურ და რელიგიურ ომს აწარმოებს. ამით უშლის ხელს დემოკრატიის შემოსვლას საქართველოში. ავღანელები ფიზიკურად უშლიან ხელს დემოკრატიას, კლავენ იქ, ტერორისტები აფეთქებენ, გამიგეთ და აფერხებენ. ასევე ერაყში, ასევე იქით, ყველგან, კადაფი და ისინი სადაც გინდათ გადახედეთ. ქართველს არ შეუძლია, აი ომი არ შეუძლია რა ქართველს რა, ვერ იომებს. მაგიში ნუ არა აქვს რა. და ისტორია კიდე ისე არის გაბერილი, რომ თითქოს ვაშკაცები იყვნენ. სხვა ომს აწარმოებს ქართველი. რელიგიური ომი. უპირისპირდება ყველაფერი ამას მართლმადიდებლობა. რაც კანონები შემოდის ევროპიდან, მართლმადიდებლობა იმ წუთში არა. ეს გათახსირება, ეს არა, ის არა. მე ევროპიდან როგორი კანონებია, ხო იცით? თქვათ ჰომოსექსუალიზმის პარადი უნდა იყოს, როცა იქნება უნდა ჩაგატარებინო კაცობანტა. აბა როგორ? არ იღებს ეს მართლმადიდებლობა მაგას, დააკვირდით? ძალით ხوار ჩაატარებინებ, ხელკეტობა ხوار გაიმართება, ცემატყება, ომობანა არ იქნება. იმიტომ რომ მანდ არ არიან მუჯაჰედინები და არ არის წმინდა ომი და ცხენებით და თოფებით ხალხი არ დარბის მანდ. ავღანეთში კიდე ომი არის. შემოვა ვიღაცა შაჰიდი აიფეთქავს იმას, ტერორისტი გამოგიყვანს ყველაფერს წესრიგიდან. ქართველი ესეთი არ არის. მაგრამ დემოკრატიას აქაც ეწინააღმდეგებიან. ამერიკული დასავლური გაგებით დემოკრატიას ქართველებიც ეწინააღმდეგებიან. მართლმადიდებლური ფრთა არის ესეთი და თლიანად თელი ერი. მარტო ერთი მუჭა ხალხი მთავრობა ახორციელებს ამას, დამჯერი მთავრობა, რომლებიც არიან, მოდი ვთქვათ, მოგთამულები, ხო? რბილად ვიტყვით. აი ეგენი ილუზია შევიდა, რომ თითქოს ესენი ევროპელები არიან. და რომ გამოდიან და ამკვიდრებენ გამოსვლებით. ამ დროს ეგენიც მართლმადიდებლები არიან. განსხვავება არ არის მაგაცა და ამათ შორის რა. ძალიან კარგი იქნება თუ ისინიც გამოცვლილი არიან, მაგრამ არ არიან გამოცვლილი და გამოცვლილი კაცი სხვასაც ცვლის. მით უმეტეს გამოცვლილი მთავრობა ასეთ დონეზე, ხო? როგორცაც ჩვენ ვიძახით და უმრავლესობის დონეზე, ყველა ვარიანტში სხვას გამოცვლის. და აგიტაციას გაუშვებს ტელევიზიიდან და ასე. გამოდიან და ისევ მართლმადიდებლებთან დარბიან ამ 2 მეტრიანი სანთლებით, ისევ ამოუდგება პრეზიდენტი ამას ხალხი ხო უყურებს კაცო. ვეღარ შევარიგე თუ მართლმადიდებელი თუ ხარ დასავლური ისენი არ არის სწორი, არ მინდა რა. მუსულმანებს ყველაფერი გარკვეულია. როდესაც მე მუსულმანი ვარ, მუსულმანებს გაგება ხალზე, კაცზე არ მინდეს ეროვნული სკოლები და ისენი და ვებრძვი ამას. აი ნათელია იქა ხო ყველაფერი. აი ქართულ სპეციფიკაში
ესე იგი, თავრობა თუ არ მართლმადიდებლობს, რა გინდა მართლმადიდებლებთან? და უკვე დაბნეული ვარ, მეც რიგითი მართლმადიდებელი რო ვარ, შენ ჩემთან მოდიხარ სანთელი გიჭირავს და აი ამ კანონებს რატო წერ? აგიჯახდები. თოფს ვერ დავიჭერე, მაგრამ ყველა ვარიანტში შეგიშლი. მე რო ხელ შეგიშლი, შენ იძულებული ხარ ტერორს მიმართო, პოლიტიკურს, დიქტატურას და ეს უკვე დემოკრატიას არ ასახავს და აქედან ოპოზიციონერები დემოკრატია არ არის სააკაშვილი. ხვდებით რა პრობლემაა? ერთი შეხედოთ სწორსიძახის ოპოზიციონერები დემოკრატია არ არისო. ანალიზს არავინ არ აკეთებს, რატომ არ არის დემოკრატია, რა არის ხელისშემშლელი. ამ ოპოზიციონერებს თავი ისე აქვს გამხმარი, რომ ბრალს როსდებენ სააკაშვილის დემოკრატია არ არისო, ამავე დროს ისინი მართლმადიდებლობენ და ეგენი რომ მოვლენ, ანალოგიურ იმაში ეგენიც ვერ განახორციელებენ დემოკრატიას, იმიტომ რომ მართლმადიდებლობაა ხელისშემშლელი დემოკრატიისა. იცი რა არის, მაშინ არ დავაძალოთ ადამიანს, იყოს რა მართლმადიდებელი. მე აი ნახეთ, მე ნახე რა არის, არ შეიძლება ძალით, აი იყოს მართლმადიდებელი, იყოს ინდიელისა, იყოს ის მუსულმანი, არ დააძალო რა. აი რატო ვაძალებთ ქართველებს დემოკრატიას და ამერიკულ ცხოვრების წესს? არ არის სწორი. მეც რომ რიგითი მართლმადიდებელი ვიყო, არ მომეწონება მთავრობის ესა. ჩემიანი ხარ, ჩემთან მოდიხარ, ლოცულობ, ხატებს იმაშვები, ვეღარ გავიგე იმასთან რა გინდა. რაღა იმის ისენი არ მინდა, მე ვერ ვიღებ. შენ რო იღებ, მე ვერ ვიღებ. ორში ერთი, ან შენ თამაშობ, ან მე ვთამაშობ, ხო? მოდი, ანუ მე უნდა ვაღიარო, რომ იცი აღარ მინდა მართლმადიდებლობა, ან შენ უნდა აღიარო, ჩემო კარგო, რომ მართლმადიდებელი არ ხარ. მე კიდე ჩემი მხრიდან ვიძახი, რომ მე მართლმადიდებელი ვარ. რიგითი ქართველი ესია. ძალით შეიძლება ადამიანებს დემოკრატია შევთავაზოთ. მე არა ვარ მომხრე, საერთოდ ადამიანი გადავაკეთოთ ადამიანმა, არა ვარ მომხრე. ღმერთი ცulis ადამიანს. თვითონ აირჩიოს ადამიანმა ღმერთთან ურთიერთობა და თუ უნდა შეაცვლევინოს ღმერთს თავი, მაგრამ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანის შეცვალოს. არა ვარ მე სწორით არ ვიქცევი, როდესაც თქვენ გადაკეთებას ხელს მოკიდევთ და ტყავს გაგაცრობთ. არ არის სწორი ეგ, აიცი? დარჩირე როგორ იცახარ, აი ესე იყავი და ბუნებრივი ხარ და ავირჩევ, ან ვიკონტაქტებ თქვენთან, ან არ ვიკონტაქტებ, მაგრამ ბუნებრივი ხარ, ლამაზი ხარ რა. რაღა მანდამაც გინდა თუ არა იცი რა, აი ჩემნაირი უნდა გახდე. ევროპელად უნდა გვეცვას, ევროპელი უნდა ვიყოთ, არ არის სწორი არა. რაც ხდება დღეს საქართველოში ძალად ევროპეიზაცია სწორი არ არის. არ არის რა, აი წესების დანერგვა, აი ესეთი ევროპაში ეს არის, ევროპაში ის არის. არ არის მეგობრებო. არა თუ საქართველოში არსად არ არის სწორი, არც მუსულმანურ ქვეყანაში რასაც აკეთებს ამერიკა სწორი არ არის. დაანებერა თავი რამ ავღანეთ. მე ხოლმე ამერიკელსაც ვაკრიტიკებ. აი ყოველთვის ჩემთვის მიუღებელი ამერიკის პოლიტიკა, რომ აი აიძულებს ავღანეთს იმას დემოკრატია. არ არის რა სწორი, ჯარი და ამდენი ხანი ეომები ქვეყანას. აი მითხარით სწორია. აცალე რა თავის ცხოვრების წესით, იცხოვროს რა. აი ესე იგი, ნახეთ თვითონ ესენი წეხავენ ამ სიტყვას. ძალადობას რატო იყენებ ავღანეთზე? რა აი არაბეთზე. ის ხო არ მოდის შენთან. რატომ გადაიკიდეს ადამიანები რა? რა ბედნიერება გინდა ისე ძალით შეიძლება ადამიანი გააბედნიეროთ. აი ძალით არ უნდა იმკაცს. ხო და აქ უკვე ღალატობს ამერიკელი ქრისტიანულ პრინციპებს და არანაირად ქრისტიანული პრინციპი არ არის ეს ადამიანს ძალით მოახდენს შენ ცხოვრების წესი. ქრისტე ამას არ აკეთებდა. ეს ეკონომიკური დაპყრობა არის და ამიტომ სწორია მაშინ ავღანელები რომ ომს უცხადებენ და ჯიხატი არის. საქართველოს მაგ მდგომარეობაშია. ქართველი ერიც იგივე მდგომარეობაში არ უნდა ვაიძულოთ ქართველები გადავაკეთოთ. საწყენია როცა ქართველი ჩამორჩენილია, მაგრამ იცი რა, დავტოვოთ თავისუფლებაში რა. დანებე რა, ხატებთან უნდა იყოს ხატებთან. სანთლებთან გინდა ჩვენი მეთოდი და კრიტიკა საითკენ არის მიმართული, იცი? აი ხელოვნურად რატო ევროპელობს ქართველი, ამაზე ალაპარაკია. არა ვართ ევროპელები, აი ამას ვიძახი მე. დავტოვოთ ხალხი მართლმადიდებლობაში და აქ შეწყდება ჩვენი გაუთავებელი კრიტიკა. გამიგეთ? всё. მართლმადიდებლები ჩვენ დავტოვოთ რა. ნუ წაიღეთ ვინ ევროპელი ვარ. თუ ევროპელობას აშენებ, მაშინ მართლმადიდებლობა მოტეხე. თუ ევროპელობას აშენებ, ჩემი კრიტიკა სწორია. ეს გვიშლის ხელს. შენ კაცო გინდა ევროპაში შესვლა? აი კონკრეტულად თქვენ გინდათ ევროპაში შესვლა, ხო? და გეუბნები, მართლა გინდათ? კი, მეუბნები. მაშინ იცი რა, აი ეს გიშლის ხელს, აიღე. აი ჩემი თელი საუბრები. და თუ თქვენ იტყვით რომ არა, არ მინდა ამისა, გასაგებია, მაშინ არ გინდა. კი, მაშინ იყავი მართლმადიდებელი გეუბნები. იყავი შენება. შეწყდება ჩემი კრიტიკა თქვენი აქ. მაგრამ როდესაც იძახი იქ მინდა შესვლაო და ამასთანაც ახარ, ახლა ეს ხახნო, ეს არ გამოვა დღეს ქართველი ესია. უდიდესი უმრავლესობა სატანმა ხუთმაც დაამტკიცა. ის ხო უყურადით იმას ამოიღეთ. თელი ერი კაცო არის მართლმადიდებლური რა. რატო ახობს ამერიკა დემოკრატიას? ფული კი უნდა ქართველს. და ესეც ახლა მალე გამოერკვევა. ეს ამერიკელები მალე მიხვდებიან. აი კარგი რაღაცა მოხდა ახლა ამით დემონსტრირება გადაღებულია YouTube-ებზე, აფთლების წინ და უკან სირბილები, ხატები რა, ამას ესენი უყურებენ ახლა და მოითათბირებენ. მოკლედ ქართველებთან გავაგრძელოთ ურთიერთობა თუ შევეშვათ. ბოლოს და ბოლოს რუსეთი ამის გულისთვის გადავიკიდოთ? ღის ეს ერი იმათ? თუ ერი
არ წამოვიდა ჩვენკენ რუსები რაზე გადავიკიდოთ? აი ეს მიდის ახლა უახლოეს 2 წელიწადში გაირკვევა. საწყენი ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებს და ჩემი შეხედულება. ქართველი არ არის ევროპელი, ვერ შევა ევროპაში, გამორიცხულია. სანამ მართლმადიდებლური ცნობიერება მათ გაბატონებული არის. მართლმადიდებლური ცნობიერება არის თლიანად ტოტალური საქართველოში. აი თლიანად ტოტალური არის. ხალხს რო ეშინია და სანთლით რომ მიდიხარ იქა და დაჯდები და რაღაცა მთავრობის წარმომადგენლები არა, გამოდი და თქვი, არა. და დაუპირისპირდი. ხალხს კი არ უნდა დაუპირისპირდი, მართლმადიდებლობას დაუპირისპირდი და დაამთავრე ეგ ამბავი. და დაიწყე სულა ევროპისაკენ. არ გამოვა. არ არიან ქართველები ევროპელები. არ არიან. არავით არის ევროპული, ქართველს არ გააჩნია და რამდენ ხანს უნდა ითამაშო ევროპელობა, ნა? ეგ თამაში დამთავრდება. ყველა თამაში გახსოვდეთ თავდება. საჯი სასპეს ჩაჰბერავს. და ეგ თამაში 8 წლიანი ტაიმით რო არის განსაზღვრული, შეწყდება. და ეგრეც უნდა იყოს, კაცო, ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა თავისი სახე უნდა აჩვენოს და ქართველმა თავის თავი უნდა შეიმეცნოს. რომ ამდე რო წაიღო ტვინი ევროპელი ვარ ევროპელი ვარ, ევროპელი თუ ხარ, ამ მართლმადიდებლობასთან რაღაც ჯანდაბა გინდა. არა ხარ ესე იგი ევროპელი და თქვი რომ არა ვარ ევროპელი რა. მანქანა გინდა ევროპისა და რელიგიაც რო გახლეჩილია? რელიგიის მღვდლებიც რო გახლეჩილი არიან, ცხოვრება ევროპული. მაგრამ ცნობიერება და წესები და ესენი არ უნდათ. ეგრე არაფერი არ გამოვა.